მე ყველაზე ახლოს ვიყავი თუ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სასიამოვნო იყო პაპ ფრანცისკესთან შეხვედრა. დიახ. როდესაც ბარათი გადავეცი credentials წერილი, მაშინ შევხვდი პირველად და ვისაუბრეთ და მაშინ რაღაცა ძალიან კარგი ურთიერთობა შეიქმნა და ეს იყო ადამიანი, რომელიც ადამიანებზე ფიქრობდა და ზრუნავდა და ეს ყველა მის სიტყვაში და ჟესტში იგრძნობოდა. მე როგორც აღმოჩნდა იმ ჩემი 4.5 წლის მანძილზე, მართლა გასაოცარი იყო მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ და მთელი მისი სამოძღვრო თეოლოგიაც იყო ამაზე დაფუძნებული. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადამიანთა შორის თანასწორობას. სოციალური საკითხი მისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ თვითონაც იქ იმ ქვეყნის იმ სამყაროს იმ ნაწილიდან იყო, სადაც სიღარიბე და უთანასწორობა ყოველდღიური მოვლენა იყო მისი მთავარეპისკოპოსობის დროს, როდესაც ის ბუენოს-აირესის მთავარეპისკოპოსი იყო. და ეს იყო, რა ვიცი, ჩემთვის ყველაზე უფრო ნიშანდობლივი მის საქციელში და სიტყვებში. ასევე თქვა და აქედან გამომდინარე, რომ ასეთ ყურადღებას აქცევდა ადამიანთა შორის ურთიერთობას, თანასწორობას და სიღარიბის წინააღმდეგ და ესე ეკონომიური მხარეც ადამიანების ცხოვრების აინტერესებდა. თქვათ მივიდა იქამდე რომ 2015 წელს მისი თაოსნობით გამოიცა ენციკლიკა Laudato Si, გაქებ შენ უფალო. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წერილი პაპი ფრანცისკეს უმნიშვნელოვანესი, მე ვიტყოდი, წერილი, რომელმაც მთელი სამყარო დააინტერესა, არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ არაქრისტიანებიც, იმიტომ რომ ეს წერილი ეხება გარემოს დაცვას, კლიმატს, კლიმატის ცვლილებებს და პაპის გზავნილი იყო, რომ ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო სახლი. დიახ. და ეს ძალიან ესეთი აწყობილი მესიჯია ამ ენციკლიკაში, რომ თუ ადამიანები იქნებიან, რაც უფრო თანასწორები იქნებიან ადამიანები ეკონომიურად და სულიერად გაძლიერდებიან, მით უფრო კარგი პირობები იქნება გარემოში ყველასთვის. და ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პაპის ხედვა რელიგიებს შორის დიალოგის მნიშვნელობაზე. აი, როგორი იყო მისი როლი კონკრეტულად აი ამ იდეების პოპულარიზაციის თვალსაზრისით? თავიდან იმიტომ რომ მე ჩავედი ჟენევაში მუშაობდი დიდხანს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში, ანუ ქრისტიანული დიალოგი იყო ჩემი პირველი და ეხლაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩემი პროფესიული ცხოვრების. და რო ჩავედი მომეჩვენა, რომ პაპი ახალი დანიშნული იყო, არჩეული იყო 2014 წელს, არ იყო ისე ღრმად დაინტერესებული, მაგრამ მე წლების მანძილზე ჩემ თვალწინ მოხდა ეს რაღაც ტრანსფორმაცია, რომ დაინახა რამდენად მნიშვნელოვანია როგორც ინტერქრისტიანული ურთიერთობა, ასევე რელიგიათა შორის ურთიერთობა და მე პირიქით აი ძალიან დიდი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ მიდიოდა ვიზიტები ქონდა არაქრისტიანულ ქვეყნებში, მაგალითად ერაყშიც იყო, ემირატებში და ხვდებოდა იქაურ ისლამურ ლიდერებს და საუბრობდნენ სულიერების საწყისებზე და რა საერთო აქვთ რელიგიებს და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მისი მიმართულება, მის მიერ არჩეული მიმართულება და ქრისტიანთა შორის ურთიერთობასაც შეეხება ასევე, რა ვიცი, მე მგონი, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა მაგალითად ლუთერულ ეკლესიასა და კათოლიკ ეკლესიას შორის აი იმ წლებში, როდესაც მე ვიყავი, მაშინ რაღაცა სერიოზული დაახლოება მოხდა. მართლმადიდებლების მიმართაც აქვს განსაკუთრებული რაღაც ქონდა ინტერესი და სიმპათია. ყოველთვის იხსენიებდა მართლმადიდებლებს როგორც მის ძმებს. რა ვიცი, საქართველოშიც როდესაც ჩამოვიდა, შემდეგ ესეთი ძალიან დადებითი მესიჯით წავიდა აქედან და ყველგან საუბრობდა იმაზე, თუ როგორი მორწმუნე ხალხია და როგორი
კარგი ეკლესია. დიახ. აი სწორედ საქართველოსში ვიზიტზე მინდოდა დამასვე შეკეტა, ეს იყო 2016 წელს. 2016 წელს. დიახ, და ეს იყო ცხადია, უნიშნელოვანესი ამბავი აბსოლუტურად ყველასთვის და აი როგორ შედგა მისი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორი იყო იმის გარდა, რაც თავად ახსენეთ, მისი შტაბ-ბეჭდებები საქართველოსთან მიმართებით. იცით, ეს ვიზიტი, ხო, ადვილი არ იყო ამ ვიზიტის ასე ვთქვათ ორგანიზება, ხო. შესაძლოა ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, იმიტომ პრეზიდენტის მოწვევით იყო მაშინ გიორგი მარგველაშვილი, იყო საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი იყო ვატიკანში ოფიციალური ვიზიტით წინა წელს 15-ში და შემდეგ პაპიც საპასუხო ვიზიტით, ეს იყო სახელმწიფო ვიზიტი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ პაპი შეიძლება სადღაც წავიდეს სტუმრად, მაგრამ სახელმწიფო ვიზიტი კიდევ სხვა მნიშვნელობის არის და საქართველოში იყო სახელმწიფო ვიზიტით. ეს იყო პირველი ტრადიციულად მართლმადიდებლური ქვეყანა, სადაც პაპი იყო ჩამოსული. ხო, და რა ვიცი, მე ძალიან დიდი ინტერესით მეკითხებოდნენ თქვა სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის ელჩები, როგორ მოხდა რომ პაპი ესეთ მართლმადიდებლურ ქვეყანაში იყო. ჩვენთვის ეს ევროპული კურსის თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ხო. ის კი არა ვთქვათ, აი ამერიკის ელჩიც ამ ვიზიტის მერე რაღაც სპეციალურად ეწვია საელჩოს და აინტერესებდა როგორ ჩატარდა რაღაც უფრო ჩვენი თვალსაზრისი აინტერესებდა, არა ის ვთქვათ, რაც პრესაში დაიბეჭდა, იმიტომ რომ პრესაში რაღაც ორაზროვანი მესიჯებიც გაჟღერდა, ვთქვათ, ევროპულ პრესაშიც, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ვიცი ხა ეს მართლმადიდებელ ქვეყანაში არა მართლმადიდებლის ვიზიტი რას ნიშნავს და მithumetes პაპი ესეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩემი აზრით ძალიან კარგად ჩაიარა. ერთადერთი დასანანია რომ მაგალითად საპატრიარქოს არც ერთი წარმომადგენელი არ მოსულა მის ღვთისმსწირვაზე, ჯამისწირვაზე, ლიტურგიაზე, რომელიც მესხის სტადიონზე ჩატარდა. არავინ არ დაესწრო, ეს დასანანი იყო რასაკვირველია, იმიტომ რომ თვითონ პაპი ძალიან დადებითად საუბრობდა ყოველთვის ქართულ საეკლესიო სამყაროზე და განსაკუთრებით პატრიარქზე დადებით საუბრობდა ყოველთვის. ხო, ეს მნიშვნელოვანი იყო ნამდვილად. მე მგონი საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. დიახ. და ასევე ცნობილია, რომ მისი სურვილი იყო დაეკრძალათ რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში და რომ აუხსნა ჩვენს ტელემაყურებელს, თუ შეიძლება აი ასე დროს მიღებული წესების და მისი თავმდაბალი სურვილის შესახებ როგორ უნდოდა რომ მოქცეულიყვნენ მისი გარდაცვალების შემდეგ. ხო, ეს არავის არ გაკვირვებია, მე მგონი, იმიტომ რომ იმდენად ესეთი კაცი იყო რაღაცნაირი თავმდაბალი, რომ არ მოისურვა ჩვეულებრივი წესით დაეკრძალათ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. და ეს სანტა მარია მაჯორე ეს არის წმინდა მარიამის მთავარი ბაზილიკა, ერთ-ერთი უძველესი ბაზილიკა რომში. იქ მოგზაურობის წინ და მოგზაურობის შემდეგ ყოველთვის მიდიოდა ხოლმე და ლოცულობდა ერთი ხატის წინ. ეს არის რომაელების მხსნელი ღვთისმშობელი, ესე არის ლათინური სახელი აქვს. რაც მე-6 საუკუნიდან ეს ხატი წესით უნდა იყოს რომში და ყოფილიყო და ამ ხატის წინ ლოცულობდა, ესე იგი რაღაც განსაკუთრებული კავშირი თუ რაღაც სულიერი კავშირი ჰქონდა ამ სამლოცველოსთან. და მისი ანდერძის მიხედვითაც მოითხოვა რომ დაიგრძალოს იქ მხოლოდ არა იმ წესით როგორც პაპები იგრძალებიან, არამედ როგორც ჩვეულებრივი ქრისტიანები, ღირსეულად, მაგრამ ჩვეულებრივი ქრისტიანული წესით, ანუ მის ხელს მიაბარებენ მიწას. დიახ, და ბოლოს აი პაპის გარდაცვალების დღიდან ახალი პაპის არჩევამდე ვინ არის ვატიკანის მოქმედი ხელმძღვანელი და როგორ წარიმართება ზოგადად მმართველობა? დღეს სასაკვირველი ეს ყველაზე მეტად ესაინტერესებს ხალხს, რომ რა მოხდება ახლა და ვინ იქნება შემდეგი, ეს სრულიად გამოუცნობი საკითხია, თუმცა სახელდება სხვადასხვა პრესაში კითხულობდი დღეს სახელდებიან კანდიდატები, მაგრამ არც ბერგოლიოს არჩევას ელოდა ვინმე, როდესაც ის აირჩიეს, რაღაცნაირად ესე მოხდა.
როდესაც პაპი გარდაიცვლება, ამ ყველა პროცესებს უძღვება ეგრეთ წოდებული კამერლენგვა, ჩემბერლენი რაც არის, ანუ რაღაც სპეციალური პოზიცია, რომელიც ადამიანისთვის, რომელსაც ნიშნავს პაპი, 2019 წელს მან აირჩია კარდინალი კევინ ფარელი ამ როლისთვის და მას ევალება ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, როდესაც დადასტურდება ოფიციალურად პაპის სიკვდილი, ეს გამოუცხადოს ხალხს. გარდა ამისა მოუაროს იმ დოკუმენტებს, იმ ხელნაწერებს, რაც მის ბინაში ან მის სამუშაო მაგიდაზეა და გარდა ამისა გაანადგუროს ის ბეჭედი, რომელიც პაპის ბეჭედია და სიმბოლურად რომ ეს არავინ გამოიყენოს ეს ბეჭედი. ამას გარდა ყველაზე უფრო რთული ალბათ კამერლენგოს მოვალეობებში ის არის რომ უნდა მოამზადოს კონკლავი. ანუ სადღაც როდესაც დასრულდება ეს 9-დღიანი გლოვა, 15-20 დღის შემდეგ იქნება უკვე უნდა მომზადდეს 15-20 დღეში ეს კონკლავი და შემდეგ გაიმართება კონკლავი. როგორც წესი, ასე არის, რომ დაახლოებით 4 დღემდე გრძელდება. ერთხელ ყოფილა მე-19 საუკუნეში 54 დღე გაგრძელებულა და იმედია რომ ახლა წელს ესე არ მოხდება. ხო, და აირჩევენ ახალ პაპს და მე ეს როგორც ყველამ ვიცით, თეთრი კვამლი ამოვა და გავიგებთ რომ აირჩიეს ახალი პაპი. ხო, ვინ იქნება ძალიან საინტერესოა. პირველი ახლა ბევრი სპეკულაცია იმაზე რომ იქნება კვლავ მემარცხენე თუ მემარჯვენე, თუმცა ხა ეს ისეთი ტექნიკური ტერმინებია ხა პაპთან მიმართებაში, ხო პაპის მემარცხენეობა, ხო ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია მე, იმიტომ რომ პაპი იყო პროგრესული, პაპი ცდილობდა ეკლესიის განახლებას ვატიკანის მეორე კრების მიხედვით, არა თავისი რაღაცა მოგონილი სურვილების მიხედვით. და პაპი იყო ერთგული იმ სახარების, ამიტომ და სახარებაში მთავარი აქცენტი კეთდება, რომ უფალი მოვიდა იმისთვის, რომ დაიცვას ღარიბები და უძლურები და არ ამოუდგეს გვერდით ამ ქვეყნის ძლიერებს მაინც და მაინც. დასაკვირველი ისინიც უნდა იხსნას, მაგრამ პირველი მოვალეობა მაინც სამღვდელო პირების და ეკლესიის მეთაურის არის უძლურების და ღარიბების დაცვა. და ამიტომ თქვათ მას მიაწერდნენ ამ მემარცხენეობას ესეთ მიზეზით, მაგრამ ეხა ის რომ პოლიტიკურად მემარცხენე იყო, ეს არ არის. ადამიანებს ემახსოვრება პაპი როგორც მოყვარული, ადამიანების მოყვარული, თბილი, აი მართლა ეს კარგი მოძღვარი, იცით, ეს რაღაც ძალიან კარგი სიტყვაა, ჩვენთან შეიძლება დაკარგული აქვს ეს მნიშვნელობა, მაგრამ აი ნამდვილი მოძღვარი, რომ აინტერესებდა ადამიანის კარგად ყოფნა.